გაგაძლევთ ღმერთმა ძალა მოგცეთ თავარანგელოზის შეგვეციოს ყველა ზეციური იერარქია შეგვეციოს რა თქმა უნდა ამ ძიმე ცხოვრებაში როცა განსაკუთრებით უნდა მივენდოთ ღმერთს გჭირდება შეცევნა ზეციური ძალების ანგელოზთან თავარანგელოზთან მთელი დასთა ანგელოზებრივი დასებისა მივენდოთ უფალს და ჩვენი მფარველი ანგელოზი რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენთან ყველაზე ახლო წარმომადგენელი ამ ზეციური იერარქიის რგოლის ჯაჭვის ყველაზე ახლო წარმომადგენელი ჩვენთან მოგზავნილი ღვთისაგან ნათლობის დროს მონიჭებული ჩვენზე მზრუნველი უხილავი ძალა რომლისადმი ლოცვებიც არის დილი საღამოს პარაკლისები დაუჯდომლები და ასე შემდეგ მფარველი ანგელოზისადმი ლოცვები ძალიან ძლიერია და ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანს სულიერ მის დაცვაზე და იმუნიტეტზე როგორც სულიერ დაცვაზე და ჯანმრთელობაზე ასევე მის ხორციელ დაცვასა და ხორციელ ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა მრავალი განსასწრელი გვაქვს დღეს მრავალი ბრძოლა მრავალი გამოუვალი მდგომარეობანი ხოლმე მაგრამ ზუსტად აი ეს მფარველი ანგელოზი როცა გამოუვალი მდგომარეობა ღვთის კურთხევით გვეხმარება გვაძლევს ძალას იმისა რომ გადავლახოთ თორემ ჩვენ მარტო აბა რა შევძლებთ ისეთი განსასწრელებია ზოგჯერ ისეთი ბრძოლები ხილური და უხილავი განსაკუთრებით მაშინ როცა მადლი უნდა მიიღო როცა ლოცვაზე უნდა დაესწრო ლოცვა უნდა ეზიარო როცა უნდა ასე შემდეგ კეთილი საქმე გააკეთო იმის წინ რომ არ მიიღო ან იმის შემდეგ რომ რაც მიიღე თუ მიიღე დაკარგო ან გაგინახევდეს მაინც გამოგწოვოს რაღაცა ესეთი განსასწრელები იცის ხოლმე და სხვა ტიპის ახლა ეს მარტო ორი რაღაც ფორმა არ არის განსასწრელი უამრავი პალიტრაა ამიტომ განსაკუთრებით დღეს როცა ზოგჯერ შებორკილები ვართ ხოლმე ათასნაირი ხილული თუ ხილავი ბრძოლები და ველით გამოსავალს ვისგან უნდა ვითხოვოთ გამოსავალი ვის უნდა ვებედოთ მამას ზეს და სულიწმინდას რომ არ ვიყოთ შებორკილი და შეკრული ამიტომ არის ეს გახსნის ლოცვებიც ცოდათა მიტევების ლოცვა რა თქმა უნდა ყველაზე მთავარია ზიარება ის კურნავს ადამიანს საკურნებელად სულისა და ხორცისა ხო ყველა დაბრკოლებას ხსნის და გზას ხსნის და გამოყავს ადამიანი უვიწროესი შეიძლება გასასვლელიდან მაგრამ გაყავს და თავისუფლად ადამიანი თავისუფლების მოძრაობის ხარისხი უფრო იზრდება უნდა დაუკავშიროთ უფალს და მადლობა უთხრათ მას ყოველი ჩვენთვის მოვლენილი ამა ქვეყანაზე მცხოვრები ვინც ყველას განსასწრებელი რომ ვახსენე ათასნაირი რაღაცისგან გვიხსნის ხოლმე უფალი და ჩვენ ზოგჯერ მადლობასაც არ ვამბობთ ხოლმე რომ ამოვწუროთ ეს გლობალურად ამ უმადურობის გრძნობა სულ მუდამ მადლობის მდგომარეობაში უნდა იყოს ჩვენი გონება და გული. ღვთისადმი მადლობის მდგომარეობა ეს განსაკუთრებული მადლის მიღების წინა მდგომარეობა. მადლი იმისათვის უნდა მივიღოთ, რომ ჩვენი ჯვარი ვიტვირთოთ. საწვავის გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრობ ტექნიკური ენით რომ ვილაპარაკოთ, ხო? როგორც სულიერი რაღაცა ქნარი, როგორც სულიერი მოძრავი არსება, ხატება და მსგავსება. მადლი იმიტომ გვჭირდება რომ ვიშრომოთ ღვთის საიდუმლოდ. შრომობთ იმიტომ კი არა რომ მადლი მივიღოთ. მადლი უნდა მივიღოთ რომ მერე წარმატებით ვიშრომოთ, ვილოცოთ, ვიღვაწოთ, ჯვარი ვიტვირთოთ და წინ ვიაროთ. ამიტომ ჩვენი ხსნაც უფალზეა დამოკიდებული. ყველაფერი ზუსტად მასზე არის დამოკიდებული. ამიტომ უნდა მოუფრთხილდეთ ამ მადლს. ძალიან ადვილია უცებ შეიძლება მადლი გაფლანგოს ადამიანმა. მადლობის გზნობა უნდა ქონდეს. მუდმივი სიხარულის გზნობა შემოვა, რა თქმა უნდა, მუდმივი ლოცვის ფონზე. სათნო ვიყოთ უფალს. უფალს უნდა სათნო ვიყოთ. რწმენა არის ზუსტად მიზეზი ყველაფერი სიკეთისა. განიკურნება ადამიანი ეს არის ზუსტად რწმენის შედეგი. როცა რწმენა აქვს ადამიანს, მისი სულიერი კურნება მაშინ ხდება. რწმენა კი არ არის განკურნების შედეგი, განკურნება არის რწმენის შედეგი. ანუ პირველად რწმენა ამის თქმა მინდა. რა თქმა უნდა, სათნო ვიყოთ ქრისტეს, ვიფიქროთ უფალზე, ვიფიქროთ მარადიულ ცხოვრებაზე, ვიფიქროთ მარადიულ ფასეულობებზე, სიმდიდრე სულიერზე, რომ ავწდეთ ყველა აი ქსელებს, ამ ჩიხებს, ამ ჭებს, ამ ხაფანგებს და განსასწრებს, განსაკუთრებით დამაუძლურებ, რომელიც აუძლურებს ადამიანის ფსიქიურ ენერგიას, სურუთავს, ადამიანის ენერგიას ქვავს, ჟანგავს, ცდილობს მისი სულიერი საყდენი წერტილი მოარყიოს, დაღალოს, ადვილად წაქცევადი გახადოს. უკეთ ძე ხარ ღვთისა გარდა მოხედ მაგიერ ჯვარი თუ ამბობს, ხო? სხვანი აწყონა და თავით ვისი ვერ ძალუთ ცხოვრებათო, რო ამბობს რო არის სახარებაში გახსოვთ თქვენ ყველა შეურაცხყოფა დაითმინა უფალმა და ჯვარზე გაკრულმას კი ყველა შეურაცხყოფა სითმენდა ჯვარზე გაკრულებს აი ეს სიტყვები იმიტომ თქვი რომ ყველაფერი აიტანა და ყოველგვარი ცუდად მოხსენიება მაგრამ ჯვარზე გაკრულს მაინც დაანებე თავი ხო როცა ასე ტანჯვაშია ხო ასეთ სულიერ
და ხორციელ საშინელ განცდაში. არა, მაშინაც ესე ვთქვათ საყვედური, მაშინაც ასე ვთქვათ ლანძღვასა და ბინებას ითმენდა. ამით წარმოიდგინეთ, აი რა ხელა ტანჯვა გამაიარა იმისათვის, რომ ჩვენ გამთავისუფლებელი ვიყავით. ყვედრება აყვედრიდან ყველაფერს უფალს. ხა ის თემას არ ეხება, მაგრამ რა თქმა უნდა ეხება, რატომაც არა. ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს შემზედაო. ანუ ჩვენც ახლა ხომ უფალს მივემსგავსოთ უნდა რაღაცა მემილიონედით ხომ მაინც სიმბოლურად რო ვთქვა. აი ყვედრება მაყვედრებელთა ვინც უფალს აყვედრიდა მათი ყვედრება ჩვენზეც გადმოდის. ვინც უფალს ქრისტეს ეწინააღმდეგება, ქრისტეს ზებრძვის მათი ყვედრება და მათი ნეტარიყვნენ დევნული სიმართლე, ნეტარიყვნენ და ასე შემდეგ, ხო? ვინც სახელის ჩემისათვის ხო გახსოვთ 9 ნეტარება ხაღარ აღრჩევა ხო? ყველაფერი რაც მიმართეს მას, იგივე ჩვენზე გადმოდის ზუსტად. ოღონდ სხვა მასშტაბით რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ყვედრებანი, ვინც აყვედრებს უფალს, მათი გვერდს მოდის ჩვენთან. და ამისაც მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ძნელია, ძალიან ძნელია ამის ატანა, მაგრამ უნდა აი ჯვარით უნდა ავიტანოთ ეს. უნდა მოვითბინოთ. უჩვეულო აქ არაფერი არის, ეს სახარებაში, 9 ნეტარებაში ჩვენურად წერია ყველაფერი. ყველაფერი წინასწარ დაიწერა, ჩვენ და დასამოძღვრებლად დაიწერა, ჩვენთვის სამაგალითოდ დაიწერა, რათა მოთბინება და ნუგეშინისცემა მოეცა ჩვენთვის, ხო? მოთბინებით და თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენი. რა ვქნათ, ასე არის. მოთბინება საჭირო. რათა მოთბინებით ამით და ნუგეშინისცემითა წიგნთა, ანუ სახარებისა და წმინდა წერილს წინათ სასუება გქონდეს და იმედი არ დავკარგოთ. თორე თუ იმედი დაკარგა ადამიანმა, წაქცევა მისი ადვილია, უეცრად წაიქცევა იგი. იმისათვის რომ უფალს არ მოვწყდეთ, იმედი არის კავშირი, სიყვარული, იმედი, სასუება, ეს თუ კავშირია ღმერთთან. კავშირი, ეს თუ გაწყდა ეს კავშირი, მაშინ ადამიანი წაიღებს ეს ამასოფლის ნიაღვარი. ეს ღვაწლი ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანმა იმედი და სიმტკიცე სულიერი შეინარჩუნოს. აი მას რომ არ ამოიწუროს მისი სულიერი ენერგია, მისი მართლი, არ მოიხაპოს, არ მოჭამოს ამ სოფელმა, ხო? და ეს უნდა ვისწავლოთ მოთბინება, სასუება, რა თქმა უნდა, მოთბინება თავის მხრივ სასუებას იწვევს, სასუება მოთბინებას აძლიერებს და ესე იმისათვის რომ ჩვენ უფალს სათნო ვეყოთ. იმისათვის შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა იგი ქრისტემან შეგიწყნარდა თქვენ სადიდებლად ღვთისა. უფალმა ქრისტემ მაშინ კი არ შეგვიწყნარა, როცა მართლები გავხდით. არამედ სოდვილები როცა ვიყავით, აი მაშინ გამოგვირჩია. ჩვენი თავისუფალი ნების თანხმობით, რა თქმა უნდა. სოდვილები რომ ვიყავით, არ დაგავიწყეს, უმადური არ უნდა იყოს, სოდვილი და უარგისი რომ იყავით და თავი რომ უკვე ხაზი გადაუსვი და ხელი რომ ჩაიქნიე, აი მაშინ მიგიღო ღმერთმა. და ეხლა რომ თავი მართლაც გონია რომ კარგ ფორმაში ხარ და ასე შემდეგ და ამაზე არ უნდა იფიქრო, შენ თავზე არ უნდა იფიქრო ასე, რომ არ უნდა შეადარო სხვას, არ უნდა იფიქრო რაღაცას მიაღწიეს შენით, არ უნდა იფიქრო იმას რომ აი რაღაცა კარგად ხარ, აი რაღაცას უკვე შეძელი და ვეღარ ვარდები იმ ცოდვაში, რაღაცა უკვე ისეთი ხარ რომ შენ საკებარი ხარ, როგორც კი ამას იფიქრებ, უმალ დაცემის წინა პირობა გაქვს. არამედ სოდვილები მიგვიღო და რა ქნა? გამწმინდა, განგვამართლა, მოგცა ზიარება, აღსარების საშუალება მოგვეცა, მიგუმართა, შეგვიწყნარა, დაითმინა ჩვენი ასატანი, როგორი ასატანი ვარ ჩვენ? არა ვართ ადვილი ასატანი ჩვენი ცოდვებით, აბა ჩვენი თავი რომ დაგვენახა ნამდვილად როგორი ვარ, თავზარი დაგვეცემა. ჩვენი ცოდვილი, ჩვენი ნამდვილი სახე რომ დაგვენახა. ის ზღვარი ჩვენს ნამდვილ სახე და სასურველს შორის, ის რომ დაგვენახა, საშინელი თავზარი დაგვეცემა. უძლურებით დაგვითმინა ჩვენ, მოგვითმინა და მოგცა საშუალება იმისა, რომ წინ წავიდეთ და გზა გაგვიხსნეს. ამიტომ მოდით კვლავ ვისწავლოთ, როგორც აღნიშნეს, სიყვარული ღვთისაი. განთნილ არს გულთაშინა ჩვენთა სული წმინდითა სიყვარული ღვთისა. სიყვარული ყოველთვის ჩვენს ლექსიკონში და ხშირად ფიგურირებდა სიტყვა შემინდეო. არ შეიძლება რომ შენ სულ მართალი იყო. უნდა თქვა შემინდე, ამაში არაფერი ცუდი ტონი არ არის. სახარება ამაზე აგებული, შენდობაზე, პატიებაზე, აღსარება, ზიარება, ლოცვა, ყველაფერი შემინდეა. ერთი ყველაფერი ეს არის შემინდეს მნიშვნელის ქვეშ გაერთიანებული. ამიტომ არ არის ამაში არაფერი სასირცხვილო, რომ აღიარო შენი წარუმატებლობა, ცოდვა, დაცემა, დამარცხება, რატომაც არა. შენ რა ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი და დაუმარცხებელი და პერფექტული ხარ? რა თქმა უნდა არა. შენ უნდა აღიარო, ეს არის ნამდვილი სიმამაცე და თვითგანვითარების დიდი შანსი ისევ რომ შენ აღიარო შენი გამლი ჩრდილი რომ ნათელს მიაღწიო. აღიარე დამარცხება, აღიარე შენი უარყოფითი მხარე და რომ ნათელი მხარე შენი გამოფწყინდეს და ამაში არაფერი არ არის ცუდი, პირიქით, სიყვარული ღვთისა ამას მოგცემს ამის საშუალებას და როცა აღიარებ მოგეშვება ეს ყველაფერი, როცა იტყვი. შოდვას დაარქმევ, ცოდვას, შეცდომას დაარქმევ, შეცდომას, წაგებას და დამარცხებას დაარქმევ.
და გამოცდილებას გამოიტან, დისცილირებას გააკეთებს, მაშინ შემოდის და განეფინება შენს გულში სულიწმინდა და სულიწმინდის მადლით, სულიწმინდა უფალი მოდის და შემოდის გულს ზიარები და განაფენს მადლს და იგრძნობთ ამას აუცილებლად. ვითარცა როგორც არის არამედ ვიქადითა ჭირსა შინა პავლე მოციქულიამს რადგანაც ვიცით რომ ჭირი მოთმინებას შეიგებს მოთმინება გამოცდილებას რომელიც აღნიშნე გამოცდილება სასოებას ხოლო სასოება მან არა არცხვინის სასოება არასდროს არ შეგარცხვენს უფალი არასდროს ისეთ მოგცემს იმედს არასდროს არ შერცხვების შენ ღვთისცენაში იარე და წინ იარე და მართალი იყავი ეცადე ღვთისცენაში ვერან ვერაფერს რომ დაგიშევს იარე წინ, იარე მორიდებულა კულტურა, თუ საჭიროა გვერდი აუარე, თუ საჭიროა ბოდიში მოიხადე, გაიწი, არაფერი არის ამაში. სულიერი კულტურა იქონია. გარბენ მომავალი სიკეთეებისაკენ მიისწრაფე და არჩენ ხა ვინ არის უცოდველი დაუცემელი და უპრობლემო, ხო? დღეს მით უმეტეს. სიხარული კონდეს გულში, ამაღლებული განწყობით იყავი, ნუ იქნები. იტყვი რომ სხვერპლი ხარ რაღაცის. ნუ იტყვი ამას. სიყვარულის სხვერპლი იყავი. სიყვარული არის სხვერპთან დაკავშირებული. ისე რაღაცის სხვერპლის როლში ნუ შეხვარ. ნუ დაიწყებ იმას, რომ ნუ შეეჩვევ იმას, რომ შენ რაღაცა უბედური ხარ, გაუბედურებული და სხვერპლი და არაფერი შენგან არ გამოდის. პირიქით, ღვთის ხატება გაქვს, მსგავსება დაგევალა, პატივი მოგცა უფალმა, 7 ნიჭი მოგცა სულიწმინდისა, ხანაყოფი დაგავალა. ამაღლებულად იყავი, შენ წაშლილი სახე და დაფეთებული, ასე ვთქვათ, უფერდაკარგული სახე არავის არ ჭირდება. პირიქით, ხნედ იყავი, სარწმუნოება, სასოება, სიყვარულის არ დაგავიწყდეს. შეძრწუნებული, დაფეთებული ნუ იქნები. თვითგანცდა სხვა არის ცოდვების, თავი გაიღატაკე და დაიბეჭავე არ არის თქო, დაიმდაბლეო. დამდაბლებო უდიდესი ამაღლებაა და წინაპირობა ამაღლებისა. დიდი თემებია, მოკლედ მინდა რომ იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს და არასდროს შეგვარცხვენს უფალი. ღვთაებრივი იმედი გქონოდეს, სიკეთის მომცემელი უკვდავი უფალი სახიერია, მართალია, ყოვლის მომცემია, ბევრი აქვს, ბევრი ვებედროთ, ბევრი ვთხოვოთ, ძალიან ბევრი შეუძლია მას და არ შეგვიშლის ჩვენ არაფერში ხელს. უფალი თუ გვიწყობს, შეგვიწყობს ხელს, მაგრამ უფალი რამე შეგიშლის კარგში ხელს? არაფერში. პირიქით მოგიწოდებს, გადახრის, გიძახის სულ, გიბიძგებს და შენი ყველა იმედი განხორციელდება, რისი იმედიც უფალზე დაამყარე. რასაც ყველას გისურვებთ. მადლი უფლის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მიყვარხართ ლოცავთ.